Приветствует вас. А сегодня Тебодис. Халхуни халхократи. მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია გადაცემა წითელი ზონა. ოქტომბერში თეატრალური ფესტივალის გიფტის ფარგლებში მანანა მენაბდემ ერთი კონცერტი გამართა. შემდეგ ქუთაისში გაემგზავრა და ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ესტუმრა თავისი გიტარით, თავისი მუსიკოსებით, ჯგუფ სამიზნის მუსიკოსებით, პიანისტ ნიკა ნიკვაშვილთან ერთად. ქუთაისში გამგზავრებამდე ამ მუსიკოსებს თბილისში შევხვდით. სიმღერა და დაკვრაუნდოდათ და დაუკრეს კიდეც შესანიშნავად, თუმცა მანანა მენაბდე ისე საინტერესოდ გვესაუბრა, რომ ყველაფერი ვერ დარჩა ჩვენს გადაცემაში. ამ სიამოვნებას, რასაც მანანა მენაბდის საუბრის მოსმენა ქვია, ხომ განებივრებული ნამდვილად არა ვართ. არა და მანანა შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეპოქაა უკვე. პირველი ქართველი მომღერალი ქალი, რომელიც შარვლით გამოვიდა სცენაზე და მიუხედავად წინააღმდეგობისა შეძლო და დაამკვიდრა თავისი განუმეორებელი სახე. არავის რომ არ გავს. ძლიერი ქალის სახე, რაღაც არქაულის ძველის, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეარყევს. უფრო მეტიც არა მარტო იმღერა და დაუკრა, არამედ ჯერ ხატვა დაიწყო, შემდეგ წერა. შეიძლება ითქვას, ასე უფრო კარგად ჩაინიშნა თავისი ცხოვრება, ჩაინიშნა სახეებით და იგავარაკებით. თავისი არც თუ ისე ადვილი ცხოვრება, რომლის შესახებ მანანა მენაბდე წითელ ზონაში ყვება. Come on, we
მანანა პირველ რიგში არის ჩემთვის მეგობარი. ძალიან ახლო მეგობარი ადამიანი არის. ძალიან ახლობელი ადამიანი არის ჩემთვის. მით უმეტეს ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებულები. სხვადასხვა ესეც რაღაც ალბათ საოცარი განხილვა არის რა. და ეს ადამიანი არის პირველ რიგში ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი, ჩემს სულთან არის ახლოს მისი ხასიათი. აი მე რეიწყება უკვე მანანა მენაბდე როგორც იხსნება ხელოვანი, როგორც მომღერალი, როგორც მხატვარი, როგორც რეჟისორი, როგორც მსახიობი, მას საზღვრები არ აქვს. საერთოდ მანანასთან მუშაობა არ არის ადვილი. რას გულისხმობ? მანანა არის ძალიან მომთხოვნი პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე გარშემო მყოფებთან. ესე იგი, მას სჭირდება კომფორტი, რასაც ისიც რომ აუცილებლად უნდა იყო შრომის მოყვარე. უნდა იყო აუცილებლად დისციპლინით დაჯილდოებული ადამიანი და მაშინ და პატიოსნება დიდ როლს თამაშობს. პროფესიონალია მოკლედ. ესე იგი, ეს სიტყვით პროფესიონალი არის, რომ ვთქვათ და აი ეს თუ აქვს ადამიანს ძალიან გაუადვილდება მანანასთან ურთიერთობა და იცით რა ძალიან ბევრი რაღაცას ვისწავლებ მანანასთან, იმიტომ რომ ძალიან თანამედროვე ადამიანი არის. სულ ამას ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენი წლის არის. მანანა მე მიმაჩნია რომ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდა. კი, კონცერტზე რო თქვი მენიშნა რომ პირველი მომღერალი ვიყავი სცენაზე შარვლით გავედიო. ხო. ახალგაზრდები ისხდნენ და რეაქციას შევატყე რომ გაეცინათ და გაუკვირდათ და ყველაფერი ერთად. ნუ გასაკვირი არაფერია, ნამდვილად ასე იყო. კი პირველი ვიყავი, თანაც იცი რა არის ახლა შარვალსაც გააჩნია ტყავის ჯინსების შარვალი მქონდა, პირველი ვისაც ეცვა ტყავის ჯინსის. სად იყიდე? ვიყიდე, არა. მე ხომ რეროში ხო და მქონდა საზღვარგარეთ, მე მგონი გერმანიაში ვიყიდე, გასვლები ხო მქონდა საზღვარგარეთ და აი იქ ვიყიდე ეს შარვალი და ჩამოვიტანე. I have often walked down the street before, but the pavement always stayed beneath my feet before. All at once a night, soft and starry side, no guide, all the street where you live, on the lilac trees in the heart of town. Can you hear a laugh in any other part of town? Doesn't charm past, ain't my money gone? No guide, all the street where you live, and all that tiring feeling, just you know, somehow you're all that tiring feeling, that any soft and humane suddenly love me. On the lilac trees in the heart of town, can you hear a laugh in any other part of town? Doesn't charm heart, ain't my money love, knowing guide all these trees where you საერთოდ შარვალზედაც არ არის საქმე, იცი, მაგალითად მქონდა ესეთი აი ირაკლის მახსოვარ კვერიკაძეს. მე მახსოვ ხარო საოცრად აი ამოვარდნილი იყო ჯგუფში იდექიო, გეცვაო, კუბოკრულიო. აი შოტლანკასავითო, იუკაო, მართლა ზუსტად ესე
მიდიო მუხლებს ქვევოთ, არავის არ ეცო, ყველას ეცო მინიო. შენ გეცო მანდა მაინც მიდიო. თუ რომ მინი იყო მოდაში. ხო, იმიტომ მოდაში იყო და მე რაც მოდაში იყო, ის კი არ მეცო, მე საერთოდ ყოველთვის მიყვარდა, როდესაც ადამიანი მოდას კი არ მიყვება, არამედ აქვს თავისი სტილი. აი ეს იყო ჩემთვის მთავარი. არასოდეს არ გამთხოვულა მოდა და შენი სტილი. იცი რა არის მოდას სუნთლიანად კი არ უნდა აუვარო გვერდი, მაგრამ ალბათ ოდნავ რაღაცნაირად უნდა მიყვე ამას, მაგრამ სტილია მთავარი და შესახურს უწევს ამორჩევლებს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის თვითმოქმედი კოლექტივი. გთავაზობთ კომპოზიტორ მირიანაშვილის ახალ სიმღერას ამ კოლექტივის შესრულებით. ეს შარვალი მოდის მიმართ იყო პროტესტი თუ საერთოდ ყველაფრის მიმართ? ვერ გეტყვი, იცი, აი მაგალითად რა მქონდა თავში დაახლოებით ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მე ხომ ვიყავი პიონერია რა, ჩვენ ვიყავით პიონერები და მე მქონდა ერთი სკოლის ჩანთა, მუქი შინდისფერი, რომლითაც დავიწყე სკოლა და დავამთავრე სკოლა. არ გამომიცვლი ეს ყავისფერი ჩანთა. კონსერვატორი ხარ ესე იგი? სხვათა შორის კი, იცი, რაღაცა გაგებით ვარ საოცრად კონსერვატორი მიუხედავად ყველაფრისა. ეხა ეს რეროს და მე რატომ ვახსენე ეს ჩანთა? იმიტომ რომ მეოთხე კლასელმა რა უნდა მქონდეს თავში წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიხსნიდი წითელ ყელსაბამს და ვდებდი ჩანთაში. მე პიონერის ყელსაბამი არ მიტარებია. უჩემოდ მიმიღეს კომკავშირში და ვიყავი სულ რაღაც ნახევარი წელი კომკავშირში. ეს იყო და ეს. Дорогие юные друзья, Организация Объединенных Наций, которая объединяет почти все государства Земли, решила провозгласить его годом ребенка. Это очень хорошее, правильное решение. Ведь дети – это наше будущее. Им придется продолжать дело своих отцов и матерей. Дорогие ребята, придет время, вы тоже станете взрослыми, и тогда забота о будущем ляжет на ваши плечи. А пока желаю всем вам здоровья, счастья, мирной и радостной жизни. მაგრამ ერთი რამე უნდა გითხრა, კომკავშირის დივნები, აი თქვათ, იგივე ჟიული შარტავა, აი ვაჟა ლორთქიფანზე, ეგენი ყველანი მეხმარებოდნენ, მე ძალიან აი ატის მცემდნენ, მეხმარებოდნენ და თუ რამე მჭირდებოდა, აი დაუშვათ ნუ ხმის აპარატურა ან რაღაცა ყოველთვის ამაში მეხმარებოდა. ყოველთვის. ყოველთვის მეხმარებოდა. ანუ პრობლემა არ ქონია ხელისუფლებისგან, მიუხედავად შენი, იმიჯისა. იცი რატომ არ ქონია? არ ვიღებდი არანაირ მონაწილეობას არაფერში. იმავ რომ აი თქვა ეთხოვათ რომ კომკავშირის რაღაც ღონისძიებაა და გვინდა რომ გამოხვიდე. აი როგორ მთხოვდნენ მაგას? მე ხომ შარლით გამოვდიოდი და ეხა შარლიანი არ აწყობდათ ალბათ, მაგრამ იყო კიდე ცოტა მოგვიანებით, თუ კი ჩამოვიდოდა ვინმე, აი ძალიან ცნობილი ვიღაცა ჟურნალისტები, მხატვრები, პოეტები რაღაცა, აი ძალიან ვიწრო წრეში, აი ესე ერთი ორჯერ. მე ვერ ვიტყვი რომ მე ვიყავი მათი საჩვენებელი. მანანა, აი რეროს, რადგან რერო ახსენე YouTube-ზე უყურე ფილმს.
რეროს რო ეწობა იქ შენი ეპიზოდიც არის გადასარევი, ხო? ნიშნულოვანი იყო რაც გააკეთეს მაშინ, იმიტომ რომ უყურებ დღეს მეჩვენება რომ პროფესიონალიზმით, ფანტაზიით, რა ვიცი, ყველაფრით ეს ბევრად უფრო მაღალი დონეა ვიდრე ის დონე რომელიც დღეს არის ესტრადაში. რა თქმა უნდა, პეზნერის დამსახურება იყო პირველ რიგში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხალხი ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა ამას, აბა გადახედეთ იგივე აი დავუშვათ ავიღოთ ქალბატონი ნანი ბრეგიაძე. აბა შეხედეთ ესე იგი როგორი ინდივიდუალობა აქვს ამ ქალბატონის, ხო? შეედრება ვინმე ნანის? შეიძლება რომ შევადაროთ ვინმე ნანის, იგივე ნანის დიდი ხნის სიცოცხლე და კარგად ყოფნა, ავიღოთ მედეა ძიძიბური, ავიღოთ გიული ჩოხელი. ნუ რა ვიცი, ვინც გინდა. ხო და ამ ფილმში ძალიან საინტერესოა ეს ყარაჩოღლების იმიტაცია რო არის, ქალები რო ყარაჩოღლების იმიტაციას ვეან და კოსტიუმებიც საინტერესოა. იცით, იმიტომ რომ ეს არის საოცარი. ხო, ძალიან რა, მიუხედავად ყველაფრისა. იმიტომ რომ იცით რა არის, პირველ რიგში არის პროფესიონალიზმი, დამოკიდებულება იმისადმი, რასაც აკეთებ, ძალიან ასე ვთქვათ, სერიოზული დამოკიდებულება ყველაფრისადმი რა. და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩემისათვის. Генасвале, как обсыпали, Москарьяле средо, Висиду дубитовия, Исату арадисао, Genasvale, shavasvale sanaba, gulo chemi taratisa. Eres la sebebena, eres la fosana. Ralfina mazdeo, maslaus terfoba. Kaloni dara karashe, mkhulur düşe. Kaloni masalanu, ხოდა რომ მოგზაურობდით და რომ ნახულობდით რა ხდება გარეთ, ხო ბევრი ქონდათ გასტროლები რა. ძალიან ბევრი აი მთელი საბჭოთა თავისუფლად კავშირი. გიშვებდნენ? შენ მაგალითად. იცი რა არის ხა რა ვიცი ესე იგი მე მაგალითად არასოდეს არ მიცდია ჩემი თბილისის ფარგლებს გარეთ მანდამაინც აი არ ვილტყოდი წასასვლელად რომ გითხრა. როდესაც მოვიდა ეს დრო და თითქოს რამაც განაპირობა ჩემი წასვლა, ეს უფრო განაპირობა ჩემი დიშვილის გარდაცვალება და თეონასი და ვერ ჩერდებოდი ახლა. ხო, უკვე რაღაცნაირად იცი რა არის, გეტყვი ერთ რამეს იცი, მე მაგალითად რაღაცნაირად მეუხერხულებოდა რომ უფრო მეტად დიდი ჭირისუფალი ყოფილიყავ ვიდრე ჩემი თემიკო რა. რაღაც აი უხერხულად გზნობდი თავს არა და არ ვიყავ ეხა მე ხوار შეიძლება შენ უფრო მეტად ამის გაზომვა ხوار შეიძლება ვინ უფრო მეტად განიცდის ან გაზომვაზე ხომ არ არის მაგრამ მე არ მინდოდა ზედმეტი წუხილი მეჩვენებინათ იმ პოსტთვის და რაღაცნაირად 91. და 91-ში რა ხდებოდა ქვეყანაში ვიცით რომ შემთხვევით რომ იმას არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა, არის მოქმედა იმ ყველაფერმა. ყველაფერმა იმოქმედა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცი მე ეს ტიპი არა ვარ მაგალითად რომ აი დავუშვათ
ჩაძირული გემი რო იძირება, შენი გემი და შენ გარბი ხარ ამ გემიდან და რა, იმიტომ რომ როგორ გითხრა, იცი, მე რომ სხვა რაღაცა მეკეთებინა იქ და არ გამეგრძელებინა დაუშვათ ჩემი ფესვების განვითარება და აი ეს არ მეცადა, მაშინ შეიძლებოდა კიდე რაღაცა გეთქვა, მაგრამ მე თლიანად მთელი ჩემი არსებით ვემსახურებოდი ყოველთვის ქართულ კულტურას რა. ეს იყო ჩემთვის ამომავალი წესი. ფესვებზე მინდა კითხო და იშხნელებზე პირველ რიგში. ახლა შენ რო ჩამოხვედი თბილისში, დაემთხვა ამას საშინელი ამბები ამ ქალებზე ძალადობის და მკვლელობის და მთელი სერია იყო მკვლელობის, სამცოლების და ქალების და ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ კაცებმა ვერ გადაიტანეს ამ ქალების ასეთი განთავისუფლება და ალბათ არის მართალი, იმიტომ რომ იცი და არავინ არ არის ამაში დამნაშავე, იცი მკვლელი არ არის დამნაშავე. არა, მკვლელი კი არა, დამნაშავე რა თქმა უნდა ყოფა. ქალის აი ესეთმა წამოწევამ წინ, ესე იგი ჩვენ ნუ დავიწყებთ ამის ანალიზს და გასაგებია რატომაც მოხდა ეს, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა. მოხდა და კაცმა თავისი ფუნქცია დაკარგა. იმიტომ რომ აი მაგალითად მე მინახავ ძალიან ბევრი, აი დაუშვათ მე გამიჭირდა ძალიან ქალს. მანანა მენადეს კონკრეტულად აი ავიღოთ ჩემი თავი, მე არავის მაგალითი არ მიყოთ. სხვა დაუშვათ ბერლინში. რას ვაკეთებ მე? მე ვეძებ ყველა საშუალებას იმისათვის, რომ ჩემი საქმე არ გაჩერდეს და რაღაცა მინიმუმი მქონდეს საარსებო, სანამ ეს ჰენრი ბოლის სტიპენდია მექნება, სანამ რაღაც მექნება, მე ვიწყებ მუშაობას დამლაგებლად. და ვალაგებ რამოდენიმე სადარბაზოს. და ამ სადარბაზოების ლაგების დროს იწერება იგავარაკები ჩემ. ანუ დროს არ აცდენ. დროს არ ვაცდენ. და შემდეგ იცი რა არის, როდესაც შენ დროს არ აცდენ და არ ფიქრობ იმაზე, ვაი, რაც უნდა ცხოვრობ და წამოწოლილი არ ახარ და არ დარდობ, დარდი რას უშველის. დარდი ηλუზია. ანუ შენთვის ეს ასე ვთქვათ მადლი იყო, რომ შენ რა თქმა უნდა, სადარბაზოს ალაგებ. რა თქმა უნდა და მე გავდივარ ქუჩაში, ვიღებ გიტარას და დაახლოებით 2 წელი ქუჩაში მღერი. ქუდი მქონდა და იმაში მიყრიდნენ ფულს. გერმანელები. და მე მეხვეწებოდნენ, რომ რატო არ იყავით დაუშვათ შაბათს და კვირას, ესეთი რამე ძალიან იშვიათად და ვაკეთებთ საკმაოდ დიდ ფულს. არ გცხვენოდა? არა, აბსოლუტურად. ხო და ფუნქცია დაკარგაო, შენ მაინც თქვი და ძალიან ბევრი კაცი სხვენია და არა, იცი რა არის, ახალგაზრდები ჩამოვიდნენ, მე არ დავასახელებ გვარებს და სახელებს, იმიტომ რომ მათი გვარი და სახელები საქართველოში ცნობილია. ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და მე ვუთხარით, აი თუ თქვენ გიჭირთ და ფული არა გაქვთ, მაშინ წამოდით ჩემთან ერთად და იმღერეთ ქუჩე, მე როგორ შეიძლებაო ვიღაცა დაგვინახავსო. მე ვთვლი რომ ეს არის კომპლექსი. ძალიან დიდი. რას ნიშნავს, რომ დამინახოს რა? და აგრესიას ზრდის ეს კომპლექსი. რა თქმა უნდა. როცა ადამიანი აი კომპლექსდება, მე აგრესული ხდება რა თქმა უნდა. ისევ შენ და ისევ შენ ჩემო თუ
მიყვარ ახალ სულ მუდამ მეყვარები სურდა ეს კომპლექსი არ ქონდა მიუხედავად იმისა რომ ქუჩაში იდექი მიუხედავად იმისა რომ ოკუჯავას სიმღერებს ვღეროდი არ მიფიქრია ამაზე არ ფიქრობდი არ მიფიქრია საერთოდ არანაირ დათრგუნვაზე რა ეს მე ჩავთვალე რომ ეს არის რაღაცა ეტაპი იცი რა არის საერთოდ მე ერთ რამეს დავაკვირდი როდესაც შენ იწყებ ცუდზე ფიქრს და ვაიმე რაც უნდათავა რაღაცა აი რაღაცა ხო აი ესეთ რაღაცებზე იმ ცუდს მოაქვს ცუდი იშხნელებზე კითხა და მაგიტომ მინდა მაგრამ არის აი იგავარაკებზე და დალაგებაზე და რაღაცაზე თქვი და ამიტომ მე გაგიმზადე შენ ჩემი იგავარაკების წიგნი და აი ბულატ ოკუჯავას დისკი დიდი მადლობა ბულატ ოკუჯავაზე კითხავ კიდევ და იგავარაკებზე ისე იშხნელებს მინდა დაუბრუნდე შენი აზრით როდესაც აი ეხლა მათთვის ხო უფრო რთული იყო ის რასაც აკეთებდნენ და აი ხედავ ესენი იყო პირველი თავისუფალი ქალები იმიტომ რომ იმ დროს როდესაც ისინი გიმნაზიაში სწავლობდნენ მეოთხე კლასში იყვნენ პატარები იყვნენ მაინც ესე იგი დაარღვიეს რაღაც კანონი იმიტომ ქალებისთვის არ შეიძლებოდა გამოსვლა სცენაზე ისინი გამოვიდნენ რატომ გააკეთეს ეს იმიტომ რომ მათ ამის გარეშე არ შეეძლოთ იცი რა არის მე რომ ვამბობ რომ მამაკაცი გახდა პასიური ეს ნიშნავს რა იმას ურჩევნია მამაკაცს დღევანდელ მამაკაცს წამოწოლილი იყოს და იჯავროს რომ მას არაფერი არ აქვს და ქალი ენა გადმოგდებული დარბის შეულობს ფულს და ფაქტიურად ქალი არის წამყვანი ბურჯი ოჯახის და ამაზე ბრაზდება ხოლმე მამაკაცი მე რა თქმა უნდა ამაზე ბრაზდება და ამაზე მოდის კონფლიქტი არ შეუძლია დაუშვათ თუ ის მასზე მეტია და რა თქმა უნდა ხო და იშტელებზე კითხო წინააღმდეგობა როგორი ქონდათ ვიცით მათგან თუ ვიცით რომ თან ეს ქუთაისი იყო წინააღმდეგობა ქონდათ ძალიან დიდი მაგალითად ერთი რამე ვიცი რომ ძველი კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი მაგალითად არ უყვარდა ოთარ თაქთაქიშვილის იშხნელები არ ცნობდა თეთრმართ შეიძლება იმიტომაც რომ ესეთი აქტიური ქალები იყვნენ არა შეიძლება მაგიტომაც არა რა ვიცი ბევრი რაღაცის გამო იცი რა არის ეხლა გემოვნება ისეთი რაღაცა არის ხო არ შეიძლება მაგალითად ყველას მოსწონდეს აი ამაში ჩაყრილი აი ეს შაქარი ხო ვიღაცას ეს ფორმა არ მოსწონს და ნუ რა ვიცი და გარდა იმისა ქალები იყვნენ და გამოვიდნენ ასე სცენაზე თვითონ აი რა შეცვალეს მუსიკაში შენი აზრით აი რა იყო მათი დამსახურება ეს მათი ქალური მუსიკა და მათი დავარქვათ ქალური ქალების გამოსვლა გარდა იმისა რომ ეს იყო პოლიტიკური ჟესტი თუ კულტურული რევოლუცია გასაგებია მაგრამ მუსიკაში მნიშვნელოვანი იცი რაში არის საქმე აი ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ იცვლებოდა მთავრობა და ეს ხალხი სიყვარულზე მღეროდა
და არაფერს არ ითხოვდნენ. აი ეს იყო კიდე ძალიან საინტერესო მომენტი. აი და იყვნენ ჩემის აზრით, აი ესეც ვისწავლე მათგან, იმიტომ რომ ფიქრობ რა არის, აი გაუშვათ ხალხის სიყვარულის მიზეზი, რომელიც რა თქმა უნდა აღგაგზევებს და ასევე გაგთელავს, მაგრამ რა არის მაინც სიყვარულის მიზეზი, რომ ხალხს შეიძლება შენ უყვარდე. თუ შენ ეს შებრუნებული ვარიანტია, იცი პუშკინს აქვს ნათქვამი, რომ ზუსტად ის ფრაზა არ მახსოვს, რომ აუცილებლად უნდა იცოდესო, რომ შენ აი ზუსტად ისევე სუსტი ხარ რაღაცეებში, როგორც თვითონ. მასამ. აი ხელოვანი ადამიანი, რომელიც არის გამორჩეული. ანუ ეს ხელოვანი არ უნდა უჩვენებდეს მასას, რომ მასზე მეტია. მასზე მეტია, ხო? მაგრამ ეს ბუნებრივად ჰქონდათ მათ. ეს იყო მათი მოცემულობა, გესმის, რაში არის საქმე, როგორიც არის მოცემული დაუშვათ ხმა. თუ ამას შენ სპეციალურად გააკეთებ, შენ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ყოფილხარ. მაგრამ ეს მოცემულობა მათი, იმიტომ რომ ამას მე უყურებდი, იმიტომ რომ ისინი აი ჩვეულებრივად ეურთიერთებოდნენ, რა ვიცი, ყველას. გვარილებს დავთამაშებდი შემგნით დაგარგულ საყურებს ბალახებს შორის ვეძებდი ვიპოვეს მითხარ მადლობა ამით დავშორდით ერთმანეთს იჟო მიყვარ ხარ მომწონ ხარ თუჩებმაც გაიმეორე იჟო მიყვარ ხარ მომწონ ხარ თუჩებმაც გაიმეორე ნუ თუ არ განმეორდება უშინდელი დილა თქვენი ეზო მაგონდება თქვენი დელი დელა ისევ მოსალოდნელია შერიალებდეს თელა აბავდელი ოდელია აბავდელი აი ესეთი შემთხვევა მქონდა და მე მივხვდი აი ეს იყო კიდევ დასტური კიდევ ერთხელ აი ხა ზაფხულში ვიყავი ჩამოსული 1-2 თვის წინ თბილისში და ძალიან მიყვარს მაკდონალდი. მაკდონალდი? ხო, საოცრად. და შევედი იქა და ორი ქალბატონი თავის შვილიშვილებთან ერთად ვაიმეო ამასო რას ხედავ თუ აქ რა მოგიყვანა როგორ მოხდითო და მე ვთქვარი ზუსტად ისევე როგორც თქვენ ვთქვარი და რატო ესე იგი რატო არის გასაკვირი დაუშვათ რომ მე თუ მომინდა მაკდონალდი შევიდე მაგრამ აი იცი რა არის ეს არის რაღაცა ალბათ რაღაცა ზღვარი აუცილებლად გჭირდება შეიძლება ეს ზღვარი ძალიან დიდი ზღვარი რომელიც მე არა მაქვს ეს კიდევაც დამღუპველია რაღაც ჩემთვის მაგრამ ამას მაინც მეორე მხარე აქვს მე მაინც ასე მირჩევნია იმიტომ რომ ეხა იმის გამო რომ მე ხმა მაქვს და კარგი მომღერალი ვარ დავუშვათ ხო და ვიღაცას მოსწონ შემი სიმღერა და მანანა ვარ მენავდე კიტრივით ვერ ვულე არ შემიძლია ესე იგი გამორჩეული ხარ გამორჩეული იყავი შენი სტილით განსხვავებული ნუ მარტო შარლით არა რა თქმა უნდა შენი სტილით მთლიანად და ამავე დროს აქედან გამომდინარე შეიძლება კაბებიც მეცვა კაცო მაგრამ იცი რა არის აი მაგალითად ხო არა იცი რაში არის საქმე არის უცნაური რაღაცა მზია ბაგრატიონი ჩემი უახლოესი მეგობარი პეტრე გრუზინსის ქალიშვილი მთელი ცხოვრება დადიოდა შარვალში
და ჩემზე ლაპარაკობდნენ, მადამაინც რომ მე მაცვია შარვალი და ბზიაზე არავინ არ იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა საიდუმლო იყო ამ შენ სტილში და ამ საიდუმლოს ეშინოდა. საგონებრისა სახლმიდგა სახლმიდგა ჯავრისა ეს რა თქმა უნდა ქმნის დამოკიდებულებას საზოგადოებისა და ამავე დროს იმიტომ უკვირთ რომ მაკდონალდში ხედავს ანუ იმიტომ უცბად დაინახავს რომ ის მისნაირია მისნაირი ხარ შენ და ეს აკვირვებს შენ თელი სტიგმა და უნგრია უხარია ზოგს უხარია ზოგ ხო უხარია მაგრამ ზოგი ფიქრობს რომ მაგრამ დიდხანს ფიქრობდნენ რომ ეს სპეციალურად ვაკეთებდი იყო ხალხი ვინც ამას ფიქრობდა მაგრამ როდესაც ეს გაგრძელდა ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი. მე არ შემიძლია თუ მინდა რომ სახში არავინ არ და მე არ მაქვს დაუშვათ პური, ჩვეულებრივად გამოვიდე სახლიდან, წავიდე და პური ვიყიდო, კვერცხი ვიყიდო, შაქარი ვიყიდო და ასე სხვებთან ერთად რა მოხდა. გავიგე, მაგრამ ტკივილს თუ გრძნობდი იმის გამო რომ ზოგჯერ ადამიანები გაფასებენ ისე რომ უსამართლობა არის ეს შეფასება. ანუ ხედავ რომ მათ ისინი არ გიცნობენ და იცი რა არის რა ეს ტკივილები ბევრი ქონდა. ძალიან და დიდხანს გამყვა, მაგრამ მე ამას ძალიან ხშირად ვამბობ. საქმე ის კი არ არის რას ლაპარაკობენ შენზე. შენ რას ლაპარაკობ საკუთარ თავზე. აი ეს არის მთავარი. რო იყურები სარკეში და ღამე რო დაწვევი, ყველა მიცის რა ჩაიდინა. და როდესაც შენ მარტო ხარ საკუთარ თავთან, შენ იცი ვინ ხარ, რა გააკეთე დღის განმავლობაში. წინ მიდგა სუფრა სევდისა ზედნაუღელი მიდია და ბოლოს არსებობს ეხლა მე იმას კი არ ვამბობ ხმამაღლა რომ მე ვარ იცი ღმერთის მწამს და მე ვყავს სულიერი მამა მაგისთვის არსებობს სულიერი მამები იმიტომ არსებობენ ხო რომ მიხვიდე და თუ რამე გაწუხებს სულიერ მამას უთხრა ის რაც გაწუხებს და არა Facebook-ით და არა ასე ცხადად და გამხელილად როგორც აკეთებდნენ ბოლო დროს რომ გამოდიან და რაღაც ესე იგი რომ საუბრობენ ძალიან ხილულად თავიანთ ინტიმურ რაღაცებზე, იმიტომ რომ საერთოდ სიყვარული ეს არის იდუმალი, რამ და ამისი აფიშირება არ შეიძლება და ესენი ყველაფერს აფიშირებენ, სულ ყველაფერს და ამას რუსაველი რო გეუბნება სიყვარულსა მალვა უნდა ვითა ცხენსა ნაპარავსა, აი ამას გეუბნება იმის გამო, რომ ის ენერგეტიკა როგორც კი აი თუნდაც ჩვეულებრივი რამე აიღოთ, რაღაცას წერ. დაუშვათ რაღაცა ჩაიფიქრე ახალი. წიგნს წერ, ან რაღაცა პოემა, ან რაღაც რომანი. ხო? თუ შენ ეს რომანი ჩაიფიქრე და ამაზე ბევრი ილაპარაკე, უკვე ეს რომანი კარგავს თავის ენერგეტიკას და ვეღარც დაწერ შენ ამას ვეღარ ასოდეს. კეთილი. ამაზე არ შეიძლება საუბარი. კეთილი და ვთქვი რომ ეს იდუმალება შეინარჩუნო სიმღერის დროს. ანუ ყველაფერი არ თქვა.
რა ვიცი, იცი რა არის მე როგორ გითხრა, იცი მე ვარ იცი რა არის მე საერთოდ მიყვარს ღია დასასრულები. რა შეიძლება იცი საქმე ალბათ არ მოვიტყუილები თუ ასე ვიტყვი თუ გაქვს დასაწყისი და ბოლო აი ის გაძლევს საშუალებას რომ შეკრა თლიანად ხანდახან არც ვიცი რას წერ ვიწყებ წერას მაგრამ არ ვიცი რა და კონცერტის დროს იცი როგორი უნდა იყოს ფინალი ხო იცი რომ მაინც ბიზზე გამოგიყვანენ იცი რა არის ძალიან საინტერესო ამბავი ერთი რამე მინდა გითხრა რომ ხანდახან არის აწყობილი მაქვს თლიანად რა უნდა ვიმღერო. იმიტომ რომ თბილისის მაყურებელი სხვა, მოსკოვის მაყურებელი სხვა, გერმანული მაყურებელი, ევროპული სულ სხვა. და სხვადასხვანაირად ვაწყობ ამ პროგრამებს, მაგრამ რომ გამოვდივარ, შეიძლება იცვათ სხვა დარბაზი დაგხვდეს. და იმ წუთში ვგრძნობ, რომ აი დარბაზი რაღაცნაირად უნდა გახურდეს. და ამისათვის მე ყველა ღონეს ხმარობ, რომ ეს მოხდეს და ვცვლი. გრძნობ, როდესაც გახურება გაუვლის ხოლმე და ეხლა გრძნობ, რომ ისე უნდა აბარა. ანუ სულ პუბლიკაზე ეს ენერგეტიკაა. ხო, დარბაზში როგორი ენერგია, ამას გრძნობ. ყოფილა შემთხვევა, რომ არ მოგწონებია ენერგია საერთოდ დარბაზში. იცი რა შეა საქმე? ძიმე ყოფილა პუბლიკა და ყოველთვის მე ჩემი თავი დამიდანაშეულებია, იმიტომ რომ არ არსებობს ცუდი მაყურებელი, არსებობს მხოლოდ ცუდი კონცერტი. არ არსებობს. ჩვენ რომ გონია იცი რა არის მაყურებელი დონეზე არ არის, მაყურებელს არ შეუძლია რაღაც იცი რა ვერ ეწევა რაღაც ტყუილი ამბავია. მე ყოფილ ვარ სადღაც გადაკარგულ ჩადრ აფარებულ სადღაც სოფელებში. და მიმღერი, ანუ ერთი პროგრამა მქონდა, ესეთით ვიყავი წასული და ნიჩეს ლექსებზე მიმღერია რაღაცა და ხალხი არ გამიშვეს იქიდან. პანკებთან მიმღერია, რომ შემეშინდა თახელესში პანკებთან. აი ცხურში რო გარჭობილები აქვს და ესე რო თმები უყენია და არც იციან ქართული. იმათთან და გასუსული იყო. ახალგაზრდები და მთხოვდნენ 9 საათი კიდე გვიმღერო. რა გული დავაგდე შენაც სარებლა მონიდგან ვარც კიფენ მითამახები ვიცი დღენი მისხენ შენაც სარებლა ისთვის თავ შექსწირა მითამარებით როს ვარდი მიშალე და მანდარია მით მოხკალ ბულბული და მანდარია ლავჩიმის ალბომი და მანდარია ნუ თუ მწყლავ ნუ განმაგდებ მითამარებით ან არ ვნახო მარახეო დაიარედა ვინ უწყალოთ იგი დაიარედა შენთვის მყარ წყარიბზე დაიარედა ნუ თუ მწყლავ ნუ განმაგდებ მითამარები მაგრამ მოლოდინთან დაკავშირებით მე გითხრა, მაგალითად ბულად ოკოჯავა. როდესაც ვთქვათ ბულად ოკოჯავას ტექსტი აიღე ან სიმღერა, ხო იცი რომ რაღაცა მოლოდინია, რომ მაინც და მაინც უნდათ რომ ისე იმღერო, როგორც თვითონ აქვს ტყურში ბულად ოკოჯავა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თვითონ რას გეუბნებოდა, როდესაც სხვანაირად ვღეროდ. მე ვღეროდი, ესე იგი თუ ავიღებთ მანანა მენაბდეს ერთი 10-15 წლის წინ მანანა მენაბდი 10-15 წლის წინ არის ძალიან ცხელი მომღერალი. მაგრამ თუ ავიღებთ უფრო ადრე, თუ ავიღებთ ბოლო 8 წელს დაუშვათ, ხო? 10 წელს, უფრო ადრე ვიყავი, უფრო 20 წლით ადრე ვიყავი ცხელი მომღერალი. აი ბოლო 10 წელს თუ ავიღებთ, ვარ უფრო გაწონასწორებული მომღერალი, იმიტომ რომ
აი იგივე მითხრა ბულატი დამეხმარა ამაში. ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ ესო არიო это говорит арбатские песенки. И не надо так значительно их петь. Надо проще. Чем проще, тем лучше. Да ეს ყველაფერს ეხება. Чем проще, тем лучше. Черно-белом своем преклоню перед нею главу. И заснувшись я, и умру от любви и печали. А иначе зачем на земле тайне вечной жил? И когда заглубится закат по углам залетая, пусть опять и опять предо мной пройдут наяву. Белый буй и синий орел, и форель золотая. თვითონ მოგოძრავა იყო უბრალო. რა თქმა უნდა. მაგრამ სხვანაირად მომღეროდი, ამაზე არ ქონდა რეაქცია. პირიქით დადიოდა როგორც თვითონ უნდა. ყველა კონცერტზე დადიოდა. კონცერტზე დადიოდა. მაგრამ პუბლიკა ხშირად მოითხოვს, აი ხო გეუბნები კოპირატორს. ნუ მაგალითად აი დღეს ასე ითვლება, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი საერთოდ მსმენელის წინაშე, შენს წინაშე და მაყურებლის წინაშე, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ალბათ მე არ უნდა ვამბობდი ამას, მაგრამ ეს უკვე ნუ რაღაცნაირად აი ესე არის, რომ მე ყველაზე უკეთ მღერი და უკეთ მღერი ბულატ ოკუჯავას სიმღერებს დავუშვათ, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული ნამღერი აი ამ დისკზე, კონკრეტულად დისკზე გეუბნები. ახლა არ ვიცი, შეიძლება ხო იცი კონცერტი სხვადასხვანაირი არსებობს ხამის სიმღერებ ხამას, მაგრამ აი ეს дисკი. Она шевельнулась во мне, она еще очень неспетая, она зелена, как трава, но чудится музыка светлая, и строго ложатся слова. Сквозь время, что нами не пройдено, сквозь смех наш короткий и плач, я слышу, выводит мелодию какой-то грядущий трубач. Легко, необычно и весело кружит над скрещением дорог та самая главная песенка, которую спеть я не смог. რუსეთთან დაკავშირებით მინდა ვკითხო, მე გერმანიიდან წახვედი რუსეთში. კონცერტზე რო თქვი რომ რუსული ალბათ აქ ყველას ესმის თუ ეგრე არ იყო, სხვა დრო მოვიდა უკვე და ახალგაზრდები არიან რომელმაც არ იციან უკვე რუსული. უცხოენა გახდა. უცხოენა გახდა. კი, ნამდვილად. დღეს თუ გიჭირს იქ ხო ახლა რუსეთში ძალიან უყვარხარ ყველას. არა. არ გიჭირს. შენი პუბლიკა გყავს და ხო, ჩემი პუბლიკა მყავს და ისიც ძალიან სასაცილო კომენტარი გააკეთეს. ეხლა ხო გიყვებოდი ერთი რამდენიმე თვის წინ მე და ნიკას ჰქონდა კონცერტი და ჩამოვიდნენ აი კვირა ნახევარში შეიკრიბა პუბლიკა. კვირა ნახევარში ვაშლი არ ჩავარდებოდა, ისეთი ამბავი იყო ჟურნალისტების სახლში და იქ ერთი ქალბატონი წერს. მე არც წამიკითხავს, მე წამაკითხეს. ან უფრო სწორად ჩემი მეგობარი მერიკო გაბუნია მიყვებოდა ამას, აცხონოს ღმერთმა. მითხრა ესეთი რამ, რომ წერსო ეს ქალბატონიო, მესმოდა მანანამენაბდე და გადავწყვიტეო, ნუ წავიდეო ამ მანანამენაბდეზე და ნახო რა არის ესეო და რომ დაიწყო ნიკამ დაკვრა ჯერ. და გამოდისო ვიღაცა ქალიო, საცვალეებითო. და შევხედეო და ვიფიქრეო, კი მაგრამ რატო გამოდის ეხა მანანა მენაბდის მომღერლის კონცერტზე პროფესორი ქალი ვიღაცა, პროფესორი, რომელმაც ლექცია უნდა წაგვეკითხოს.
ხო აი ესე აღმიქვა იმ ქალბო. პროფესორი გახდი. არა, ესეთი შეფასება ჯერ არ მგონია, ეს იყო, ნუ რა ვიცი რა გითხრა, ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. კომპლიმენტია. რა თქმა უნდა კომპლიმენტია თუ პროფესორად აღმიქვა ადამიანმა და არა ვიღაცა ისეთმა რაღაცა ბუნტარა მე უშენოდაც მიჯნური მაქრია რატომ მასამდე ასე თუ განშორებას ფიქრობდი და წარმოიდგენდი თქვა 60-იან წლებში ან 70-იან წლებში რომ პროფესორად აღიქავდა. იცი რა, გოგი, ერთი რამე უნდა გითხრა. არასოდეს არ მიფიქრია, აი რა სიტყვიან ჩემზე, როგორი ვიქნები, რაღაც არ ჩამიფიქრები, აი მუშაობდი და მუშაობის პროცესი მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. აი მაგალითად უკვე დღეს ჩემი იგავები ეს ასულია, ნუ გაიყიდება ხო კარგია, წაიკითხავს მე ხო, აი თურმე კონცერტის მერე ახალგაზრდა აი თეატრში, თუმანიშვილის თეატრში მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, მსახიობი, ჯერ სტუდენტია, ჯერ კიდევ და წამიკითხა ჩემი იგავარაკი. ამ იგავარაკით აბარებენ თურმე გამოცდებს, ჩემი იგავარაკებით. და ეს ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ეხლა რომ გითხრა რომ აი ამაზე გავგიჟდი და იცი რა არის და რო არ მოეწონოთ, როგორი რეაქცია გექნა? იცი რა არის მე საერთოდ კი რა თქმა უნდა არტისტი ხარ. კი, ეხლა ვის მოსწონს შენიშვნა? არავის არ მოსწონს, მე ხო არ ვამბობ რომ მე ესე იგი გიჟდები. აუცილებლად. აი მამამ ეთყობა ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ შეგამზადებენ ოჯახიდან. მამა მეუბნებოდა, რომ გეტყვიან 10 შენიშვნას, ჭკუა ის არისო, მამიკო, რომ ამ 10 შენიშვნიდან იმას აიღებ, რა შენიშვნა შენიაო. შენიაო. და ეს ძალიან მე საერთოდ მიყვარს შენიშვნა, აი აქაც გიწევ. ჩუქნი იგავარაკებს მეთქი, მაგრამ შენ ძალიან ესეთი კაცრი მკითხველი ხარ. თუ რამე შენიშვნა გააქვს, უნდა მომცე. ეს შენიშვნა და მე გავითვალისწინებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრმად ვითვალისწინებ. ხო, ეს მნიშვნელობა აქვს. ესე რადგან ფინალზე ვფიქრობდით და პრობლემაა თქო ფინალი, ფინალის სიცოცხლის პრობლემაა. არა მარტო კონცერტის, არა მარტო წიგნის. მაგრამ იცი რაზე მიფიქრია, იცი ერთ რამეს გეტყვი, რა თქმა უნდა, ეხა ნუ რავი ნუიტყვის რომ არ მეშინია და რაღაცა ეს შიში იცი რა დაფარულია ქვეცნობიერშია ყველას ეშინია სიკვდილის და არავის არ უნდა ვის უნდა ეხა რატო ეს მშვენიერი თბილისი ეს მშვენიერი ქვეყანა მშვენიერი პლანეტა იმიტომ რომ არავინ არ იცის რა იქ ეს ჩვენ ვიცით მხოლოდ აი ესე ხო მაგრამ საქმე იცი რაში არის რომ მიფიქრია რომ აი დაუშვათ მომცეს მუდმივი სიცოცხლე შემშინებია ძალიან ზუსტად ისევე ფინალი აუცილებელი ამიტომ არის ფინალი რომ არ შეგეშინდეს